საღამოშვილობის მეგობრებო, დავასრულე ვლადიმერ ღვთისმშობელის ხატის დაწერა. ცოტა არ იყოს დავიღალი და წარწერები დამრჩა დასაწერი, წარწერებს ხვალე ჩავახატებ და შემდეგ წავა დედაოსთან ეს ხატი, დედაოს მაღაზია აქვს და იქ ვათავსებთ ხოლმე. რა ვიცი, დამიწერეთ მეგობრებო კომენტარებში რამდენ ხანში შევძლებდი ამ ხატის დაწერას, ვინც ახლა წინა ვიდეოები ნახა, გარკვეული წარმოდგენა ექნება, ვისაც არ უნახავს კი და უფრო საინტერესო იქნება მისი აზრი და შეფასება. ვინმეს თუ გექნებათ გარკვეული რჩევა, თუნდაც შენიშვნა იყოს და ასე შემდეგ, ყველაფერს გავითვალისწინებ, ეგეც შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში. რა ვიცი, უფრო ჯანსაღი იქნება ალბათ რა ეს ჩვენი კონტენტი. კიდე იდეა მაქვს, რომ მაგალითად აი შემდეგი ხატი ახლა ამას სპონტანურად ვარჩევ ხოლმე და რო დაწეროთ კომენტარებში და რომელი ხატიც უფრო მეტ, ასე ვთქვათ, უფრო მეტი ადამიანი იტყვის, მაგალითად მამა გაბრიელს, დავწეროთ შემდეგი მამა გაბრიელი, ან რომელიმე სხვა ხატს, თუნდაც ღვთისმშობელი უფალი მაცხოვარი, რომელსაც უფრო მეტი მოთხოვნა ექნება, დავწეროთ ის ხატი. კიდე მაქვს ესეთი იდეა, რომ მერე უკვე რა სწავლას გაკვეთილებს რო დავიწყებთ, მაგალითად უკვე რო ჩამოვყალიბდებით და ერთმანეთსაც გავიცნობთ, მე მგონი უკვე კომენტარებიდან, ლაივებიდან და ასე შემდეგ. მერე შეგვიძლია, რა ვიცი, რომელიმე მონასტერს რაიმე ხატი დავწეროთ და შევწიროთ, არ გულისხმობ ხარ რაღაც თანხები გვექნება დასადები და ასე შემდეგ. მე ვიღებ ამას პასუხისმგებლობას, თანხობრივადაც და ასე შემდეგ ყველანაირად რა. რა ვიცი, თუ თქვენ რამე იდეა გექნებათ, კიდე თქვენს თქვით და რა ვიცი, გავხადოთ უფრო საინტერესო ჩვენი ეს კონტენტი რა. და ზოგადად ცხოვრება რა, მხოლოდ ეს TikTok-ი ხო არა და ასე შემდეგ. გამოიწერეთ მეგობრებო ჩემი არხი და რა ვიცი, უფრო და უფრო საინტერესო იქნება ყველაფერი წინ. მადლობა ყურადღებისათვის, დაგემშვიდობებით ახლა გამშვიდობისა, უფალი გვეწეოდეს ყველას.